გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ ხატია და ეს არის ჩემი დილის კანის მოვლის და მარტივი მაკიაჟის რუტინა. ასე რომ დავიწყოთ. ეს არის პირველი ვიდეო, სადაც თმა მაქვს მთლიანად ქერად და მაინტერესებს როგორ მოგწონთ, მიხდება თუ არა. მე ძალიან შევეჩვია უკვე და ძალიან მომწონს იდეაში წამოიზარდა კიდეც უკვე ჩემი თმა ნელ-ნელა. ახლა დავიწყოთ დილის მოვლის რუტინა. პირველ რიგში ეს ჩემი რაღაცები გავკეთოთ ხელზე რომ წყალი რომ მეწუწება მეზისყება და თემთმაც შევიკრეთ. აი ასე. მიუხედავად იმისა რომ მშრალი კანი მაქვს ყოველთვის მაინც ძალიან მიყვარს ხოლმე სახის დაბანა და არ შემიძლია მოკლედ რო არ დავებანი და ეს არის ჩემი ყველა დროის საყვარელი დასაბანი გელი ბიოდერმა სენსი ბიოხაზიდან და არის უკარგესი მოკლედ რა არ მქონია მაგრამ ბოლოს მაინც ამას ვყიდულობ ხოლმე ყოველთვის. დილით ცოტას ვიყენებ 2 წუთი გადავიმიწილოთ. ახლა უკვე გადავდივართ ჩემს საყვარელ ეტაპზე დატენიანებაზე. ესენი აღარ გვჭირდება. პირველ რიგში ცოტა შევისხურებ მისს. ცოტა რომ სახე გამოაცოცხლოს და სახის ტონერი. ძალიან მომენატრა ვიდეოების გადაღება. მედია თქვენც მოგენატრეთ. ტონერს არ ვიყენებ მხოლოდ ერთხელ. ვერჯერ ვიყენებ. შეიწოვს ახლა ამ ყველაფერს და მანამდე გაჩვენებთ ჩემი გუაშას რუტინასაც, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ ხანგრძლივია და ძალიან დიდ დროს ვუთმობ. ეს არის ცივი, ყოველთვის მიდევს ხოლმე მაცივარში და ცივიდან დილით ძალიან სასიამოვნოა რაღაცნაირად განსამშვი და გუაშას დროს კანი უნდა იყოს დატენიანებული. ან უკეთესია რომ ზეთი წაისვათ სახეს და შემდეგ ასე ჩაიტაროთ გუაშას რუტინა, ასე ვთქვათ. მაგრამ მე დილით ზეთი არ მიყვარს ხოლმე, იმიტომ რომ მე იმის ჩამობანა მეზარება და დატენიანებულ სახეზე ბევრ ტონერს ვისხამ და შემდეგ ასე ვიტარებ. ჯერ აი ასე, აი მე ცივი ძალიან სასიამოვნოა. ან კიდევ ისეთ შემსავი ზეთი არ ვყარს, მისტი აიღეთ. და ასე ისხით ხოლმე, თან კარგია კანი შეიწოვს და თან ეს რუტინას ჩაიტარეთ. ეს წარბები რომ აიწიოს და უკვე განსხვავება ჩანს. ესეც ასე ჩვენი გუაშას რუტინაც დასრულდა. ამას კიდევ ერთხელ შევისხავ, რადგან ძალიან სასიამოვნოა და ახლა ნამდვილად იგრძნობა ეს დატენიანება ჩემს კანზე. ბოლო პერიოდში რაც მივაგერე და აღმოვაჩინე არის ამ ბრენდმა გამომიგზავნა, მაგრამ ძალიან მომეწონა Farmstays. როგორც ვიცი საქართველოში არის ოღონდ ორიგინალები აქვს თუ არა, არ ვიცი, ვერ გეტყვით. Farmstays კოლაგენის და ჰიალურონის ასეთი დიდი ძალიან დიდი შეფუთვაა. ხო და როგორ ვიყენებ ახლა ამას? თუ მეზარება ხოლმე დილით ან საღამოს რომ გავიკეთო ნიღაბი, ნაჭრის ნიღაბი, ამას ვისვამ საკმაოდ ბევრს, როგორც ნიღაბს წაისვამდით. თან ცოტა ნამიანი კანიც მქონდა და ჰიალურონს მარტივად შეიწოვს. და ვინაწილებ საკმაოდ სქლად. ჩემი კანი ახლა შეიწოვს ამას და შემდეგ ვერ წარმოიდგენთ როგორი დატენიანებული ფაფუკი და ნაზი მექნება კანი. და ვიდრე ველოდები, რა თქმა უნდა, დავლევ ჩემს საყვარელ მაჩას. ძალიან გევრია. ახლა ეს არის უბრალოდ მაჩა, მართლა მე იმდენად მიყვარს, ანუ ეს არის საოცრება მართლა. თან ნახეთ რა კარგი ფერი აქვს. თან ვიდრე ჩემი სახე იწოვს ამით ამ პროდუქტს. ამით არ დასრულებულა ჩვენი სკულპტინგის რუტინა და ყოველთვის ვიყენებ ხოლმე აი ამ როლერს. ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი როლერი. რაღაცნაირად კანს ძალიან ზემოთ ჭიმავს. ძალიან კარგი როლერია, რადგან აი მართლა კანს ნახეთ როგორ აყავს ზემოთ, მთლიანად ჭიმავს. და
და სულ ეს არის. ეს პროდუქტიც უკვე კარგად შეიწოვა ჩემმა კანმა. აი მე ვერ წარმოვიდგენთ როგორი დეტენიანებულია ახლა. მთელი დღე გამიძლებს. ძალიან მშრალი კანი მაქვს, ამიტომ მუდმივად მჭირდება რომ ძალიან ღრმად დავიტენიანო. შემდეგი პროდუქტი უკვე არის შრატი. მოკლედ, აი ამ შრატზე ეს არის Believe-ის niacinamides Golden Glow Serum, ესე ხქვია. და ვერ წარმოიდგენთ რა საოცარი პროდუქტია, რადგან შიგნიდან აქვს სულ ბრჭყვიალები. ჩემი კანი ხდება ხოლმე სულ ბრჭყვიალა. ძალიან კარგი პროდუქტია, ანუ მართლა აღმოჩენა, რადგან უკარგესია თანისი ატენიანებს კანს და მაკიაჟისთვის არის საოცარი ბაზა. მოკლედ ამ ბოლო დროს კომპლექსი შემექმნა იმის, რომ არასიმეტრიულია ჩემი სახე და კამერაში. რაღაცნაირად რომ ვუყურებ ჩემს თავს სარკეში, ანუ ვერ ვხედავ ამ განსხვავებას, მაგრამ კამერაში თითქოს ეს განსხვავება ძალიან ჩანს და ერთი მხარე ზემოთ ადის, მეორე მხარე ქვემოთ ჩამოდის და ძალიან ნერვები მეშლება ამაზე. და გადავდივარ უკვე ძალიან ამას ფასიჭერ კიდევ აქ აქვს, მოდი ავაცავთ. და დამატენიანებელი ეს სერავის მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის კერამიდებით არის. ეს პატარა ვიყიდე სპეციალურად რომ მაინტერესებდა როგორი იყო და ძალიან მომეწონა. როდესაც აუცილებლად ვიყიდი. ჩემი კანი არის ახლა სრულიად დატენიანებული, ამიტომ გვჭირდება მზისგან დამცავი. ზოგადად მზისგან დამცავები ძალიან მეყვარს კორეული და ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე კორეულს. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შეიწოვება, თან ძალიან კარგი დაცვა აქვს. არც თეთრ კვალს არ ტოვს. საერთოდ ვერ გრძნობ თუ რამე გისვია კანზე, რაც არ ახასიათებს სხვა მზისგან დამცავებს. და რომ ყიდულობდი ხოლმე აქ, ნუ არ მომწონდა. რადგან ქართულ ბაზარზე ბევრი მზისგან დამცავი კორეული არ არის. ბოლოდ ვიყიდე ეს მზისგან დამცავი. This one BSP-ში. კორეული ბრენდი იყო თან SPF-იც 50+ ჰქონდა APO, არ ვიცი როგორი იკითხება APO ალბათ. ხო და ეს არ იყიდოთ. იმიტომ რომ ძალიან ცუდი მზისგან დამცავია. მაგრამ ახლა სხვა არ მაქვს, მეორეც მაქვს, მაგრამ არც ის არ მომწონს. იმის გამო რომ უფრო ესეთი make ეფექტი აქვს და არ აპრიალებს სახეს. რაც მე ძალიან მომწონს, როცა ეს პრიალებს სახე. და აი ეს არ ვიცი რა რამდენი კორეული მზისგან დამცავი მქონია და თითქმის ყველა ერთნაირად კარგი იყო. რაღაცა ყველას ერთნაირი ეფექტი ჰქონდა, მოკლედ. ხო და ეს მზისგან დამცავი ჯერ ერთი რომ ძალიან რთულად შეიწოვება და არ ვიცი ესე უნდა ელოდო რომ შეიწოვოს. და კიდევ კარგი რომ დიდი არ ვიყიდე, იმიტომ არ მომწონს. მაგრამ ეხლა სხვა არ მაქვს და სხვა გზა არ მაქვს უმწავისო. მეორე რთულად შეიწოვება. თეთრ კვალს ტოვს სახეზე და ესე უნდა ელოდო კიდევ დიდი ხანი რომ შეიწოვოს. ანუ ისედაც თეთრი კანი მაქვს ძალიან მართლა აი pale skin რასაც უწოდება ხოლმე. ასეთი კანი მაქვს ძალიან თეთრია. თუ ვირუჯები მოკლედ წინა პერიოდში აუცილებლად დავდივარ სოლარიუმში რომ ცოტა შეეჩვიოს კანი. ვიცი ძალიან ცუდია და არც არავის არ გირჩევთ, მაგრამ ისე რომ წავიდე სადმე, საკმარისია გარეთ 5 წუთი და ანუ მთლიანად გადამწვარი ვიქნები. ამით სრულდება ჩემი კანის მოვლის რუტინა და უკვე გადავდივარ მაკიაჟზე. ჯერ წარბებს დავიფიქსირებ. ახლა ჩამოვიშლით მას. ახლა უკვე გადავიდეთ მაკიაჟზე. ეს არის კატრისის კონსილერი, რომელიც საკმაოდ კარგია და დავიტან აი აქ. გავბრენდავ ამას. და გამოვიყენებ Rare Beauty-ის კრემოვან bronzers. აი აქ დავიტან დაახლოებით, აი აქ არა, ცოტათი ზემოთ. აქაც ცოტათი ზემოთ დავიტან. აქაც გადავატაროთ. აქაც დავიტანთ ნიკაპის ქვეშ და აი აქ. და გადავინაწილებ მთლიან სახეზე, მოკლედ ყველაფერი კარგად უნდა გაიბრენდოს. და გადავალ highlighter-ზე, ეს არის მესაუდეს ჩემი საყვარელი ხევადი highlighter და ცოტა აი აქ წავისვამ და ხშირად წავისვამ ჩემს bronzers დავამატებ ღიერ bronzers-ს Revolution-ის აი ამ პალეტრიდან.
ამავდროულად ვიღებ ეს პატარა ფუნჩსაც და ამ ყავისფერს ცოტას თვალებზეც გადავინაწილებ, კარგად, იმიტომ რომ თვალის მაკიაჟს სხვას არაფერს არ ვიკეთებ და რაღაცნაირად ეს მთლიანად სახეს გააერთიანებს. ახლა მჭირდება ყავისფერი ფანქარი, რომელთაც ცოტათი ცხვირს ავიწევ. აი აქ წავისვამ ცოტას და გავბლენდოთ ახლა ხელით. ამავდროულად ამ ფანქარს დავიტან ცოტა თვალის, აი აქაც ქვემოთ. მე ზღება ეს პროცესი. თვალი უფრო მეტად გამონათა, უფრო მკვეთრი გახადა. ამავდროულად თვალის ფორმაც გამოიკვეთა. ცოტა ტუში. ახლა სულ ცოტა ბლაში. ეს არის ოფრას ბლაში, ან საუკუნეა ეს ბლაში მაქვს და არ ილევ ამ. ეს არის ჩემი საყვარელი და ესეც ჰეილის ვიდეოში ვნახე და მას შემდეგ ვიყიდე lip liner-ი. აქ უფრო მეტად ვამუქებ ხოლმე წვეტზე, ტუჩის და ქვემოთ. ძალიან მომწონს, საოცარი ფერია. და რა თქმა უნდა, გლოსი. დღეს გამოვიყენებ აი ამ lip art-ის. სხვათა შორის გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ტუჩის გლოსი არის ქართული ბრენდის და აღფრთოვანებული დავრჩი. ნახეთ რა საყვარელი აპლიკატორი აქვს. საოცარი სურნელი აქვს მართლა და მინდა რომ ყოველ ჯერზე შევჭამო. და ეს არის უკვე ჩემი ყოველდღიური მაკიაჟი, რომელიც ასე გამოიყურება. ასეთი იყო ჩემი კანის მოვლის რუტინა და მარტივი მაკიაჟიც. ხარით თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხით, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, გადააზიარეთ და ასე უფრო დიდი community მოვქმნათ. ახლა დაგემშვიდობებით, კოცნით ძალიან ბევრს. მომავალ შეხვედრამდე. Bye!